დღეს ჩვენ გავცემთ პასუხს კითხვას, როგორ იშოვა ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში და ასევე დავანგრევთ კიდევ ერთ კლიშეს მის გამომართლებას, რომ რასერჩით ამ კაცს იშოვა ფული რუსეთში და ხარჯავს საქართველოში. ჩვენ განახებთ, რომ დღეს ის შოულობს იგივე სქემებით ფულს საქართველოში და უნაწილებს რუსულ კომპანიებს, ანუ აბრუნებს ამ მადლს, ასე ვთქვათ, დედა რუსეთში. ეს არის კლასიკური კორუფციული სქემა, რომელშიც მონაწილეობენ სამწუხაროდ სახელმწიფო სტრუქტურები, სამინისტროები, პროკურატურა, სასამართლოები, რომლებიც უხეშად ერავიან კერძო ბიზნესში და ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ ნათელ მიზანს, რომ კოლოსალური თანხები აცდეს სახელმწიფო ბიუჯეტს, პენსიონერებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ასე შემდეგ და გადაინაცვლოს ოლიგარქის ჯიბეში. ამ სქემაში როგორც ყოველთვის ივანიშვილის შემთხვევაში მონაწილეობენ რუსული კომპანიები, მონაწილეობენ საერთაშორისო აფერისტები, ოდიოზური ფიგურები და ასევე საქართველოში ცნობილი წლების მანძილზე ოდიოზური ფიგურები. დავიწყოთ ეს ყველაფერი ეხება ბათუმის პორტს, რომელიც არის ყაზახური ფირმის მართვაში და სწორედ ამ პოზიციაზე ხელმძღვანელად 2012 წლის დეკემბერში, ანუ იმ ასე ვთქვათ ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ გაჩნდა ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა, ბატონი ტალგატ ბაიტაზიევი. ბუნებრივია სახელმწიფოს არ აქვს უფლება განუსაზღვროს კერძო კომპანიას ვინ უნდა იყოს მის ხელმძღვანელი, მაგრამ იმ შემთხვევაში, როგორც არის ბაიტაზიევის, როდესაც ეს ადამიანი თანამშრომლობს დნესტრისპირეთის საქართველოს მიერ არ ცნობილ ხელისუფლებასთან, როდესაც მას ძირითადი თანხები სწორედ იქ აქვს რუსეთის ოკუპაციურ ძალებთან ერთად გაკეთებული და დაბანდებული, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა სრული ფორმალური და არაფორმალური უფლება იმის, რომ მოეთხოვა ესეთი ფიგურის კომპანიის ხელმძღვანელობიდან ჩამოცილება, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რაც შემდგომში გამოჩნდა, რომ სწორედ მათი იდეა იყო ეს ყველაფერი, ვინაიდან ბაიტაზიევი იყო ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც გაადგამდა საკუთარი კომპანიის საწინააღმდეგო ნაბიჯს, პრაქტიკულად საკუთარ კომპანიას გააკოტრებდა და მან ეს ნაბიჯი გადადგა კიდეც. ამ პერიოდში მას უკვე პრობლემები ჰქონდა ყაზახეთში, სადაც მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ის თავს აფარებს სწორედ არ აღიარებულ დნესტრისპირეთს ძირითადად. მან ბაიტაზიევმა გადასცა, ესეთი ასე ვთქვათ, დაუწესა ბათუმის ეგრეთ წოდებულ მცირე პორტს, ანუ ტერმინალს 25%-იანი ფასდაკლების საშუალება, რითიც მიცა საშუალება, რომ ბათუმის პორტიდან განდევნილი ძირითადი პორტიდან განდევნილი ტვირთები მოეზიდა სწორედ პატარა პორტში და მოეხდინა მონოპოლიზება მათი და გადასცა მართვა პატარა პორტის კომპანია ვიბრო კონსალტინგს, რომელიც არის იმ დროისათვის, რომელმაც ააშენა საკუთარი ტერმინალები პატარა პორტში და უკვე როდესაც გადაცემა მოხდა, ამის შემდეგ განხორციელდა ასე ვთქვათ ცვლილებები ამ კომპანიაში და მისი მფლობელი გახდა რუსული ლუკოილის გენერალური დირექტორის შვილი, ბატონი ხათამაძე და პრაქტიკულად ამის შემდეგ უკვე მან მოახდინა ფოთის პორტიდან ლუკოილის ყველა ტვირთის მისამართება სწორედ ბათუმის პატარა პორტზე, მან მოახდინა პრაქტიკულად ამ გადაზიდვების მონოპოლიზება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რატომ ძვირდება საწვავი, როგორ შეუძლია რუსულ ლუკოილ საწვავის ფასები არეგულიროს, ტვირთების გადაზიდვების ფასები არეგულიროს. დღეს უკვე საქართველოში ეს იდეა მოუვიდა, ასე ვთქვათ, ნათელ გონებაში ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ წლების მანძილზე
საქართველოში ფიგურას, ბატონო ვანო ჩხარტიშვილს, სწორედ მან მოიზიდა, ასე ვთქვათ, ამ სქემის განხორციელებისთვის ლუკოილი და ქათამაძეები, რაც მას დაუფასდა და ასე ვთქვათ, ბათუმის ძირითად პორტში სწორედ მის წარმომადგენელი დაინიშნა დირექტორად. ასევე ცნობილი იყო ინფორმაცია აქამდე, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ბოტასების ხურცს ბატონ ფარცხალაძეს დამსახურებების დაფასების გამო ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა ლუკოილის ფლობელ ბატონ ალეკ პეროვს და თხოვა ფარცხალაძის ლუკოილში დასაქმება, მაგრამ დღეს უკვე გასაგებია, რომ აქ არ იყო მხოლოდ მადლიერება, ეს ყველაფერი ემსახურებოდა სწორედ ამ სქემის განხორციელებას. ის დაინიშნა მართლაც საქართველოს ლუკოილის დირექტორის მოადგილედ, ქათამაძის მოადგილედ და მისი მისია ამ შემთხვევაში იყო კონტროლი პროკურატურის და სასამართლოების იმისათვის, რომ მათ მიეღოთ ამ სქემისთვის განსაზღვრული საჭირო გადაწყვეტილებები, რომლებიც იყო კიდეც მიღებული, როდესაც დაყადაღდა ბათუმის ძირითადი პორტის ყველა აქტივი, როდესაც პირდაპირ ჩაეწერა სასამართლო განჩინებაში, რომ ვიბრო დიაგნოსტიკის და მეორე იგივე კომპანიის სქემა ფირმას ფირმისთვის არ უნდა შეეშალა ხელი ბათუმის პორტს საქმიანობაში, ესეც გაუგონარი ჩანაწერი იყო და ამან ყველაფერმა უზრუნველყო ის, რომ საბოლოო ჯამში მოხდა მონოპოლიზება ამ სექტორში და დღეს უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ყველაფერი გახდა ნათელი, ვინაიდან სქემა შეიკრა, ვინაიდან აქ გამოჩნდა კომპანია, რომელიც ძირითადად ასე ვთქვათ, სათაო კომპანია მთელი ამ სქემის სათავეში, რომელიც მფლობელიც 100%-ით არის საქართველოს რკინიგზა, ხოლო საქართველოს რკინიგზა რო დიდი ხანია საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ხელშია, ეს ყველასათვის უკვე ცნობილია. ალბათ და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავაკეთოთ კონსტატირება იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს მის საყვარელი დეიდაშვილის ხელით მიუვიდეს კერძო ძალიან დიდი კოლოსალური შეიძლება ითქვას მოგება საქართველოს დაზარალდა შემდეგი მიმართულებით დიდი თანხები აცდა სახელმწიფო ბიუჯეტს მოხდა გადაზიდვების და საწვავის ფაზის კონტროლის სფეროს მონოპოლიზება რუსული კომპანია ლუკოილის მიერ პრაქტიკულად გამოეცალა მუშაობის საშუალება ფოთის პორტს, ბათუმის ძირითად პორტს და ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა მოეყარა თავი ბათუმის მცირე პორტში, ტერმინალის პორტში. აი ეს შეუულობდა, ამ სქემებით შეუულობდა ბიძინა ივანიშვილი ზუსტად ესეთი ტიპის სქემებით ფულს რუსეთში და როგორც ხედავთ, ეს ლეგენდა რომ ეს იყო რუსეთში ანუ არსენა გარკვეული წილით ეროვნული, რომელიც რუსეთში შეუულობდა და აქ ხარჯავდა, ეხლა შეუულობს ქართველი მოქალაქეების ხარჯზე და აგზავნის მათ შორის რუსეთში პუტინის ერთ-ერთ ძირითად კომპანიაში ლუკოილში ჩვენი მოქალაქეების ფულს. ჩვენ წარმოვადგენთ დღეს სქემას, რომელიც გვაჩვენებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით, კერძოდ ფინანსის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ასევე პროკურატურის, სასამართლოების, კერძო სექტორში უხეში ჭარევით ხდება გადაზიდვების, საწვავზე ფასების კონტროლის სფეროს მონოპოლიზება, პრაქტიკულად სამუშაოს გარეშე რჩება ფოთის პორტი, ბათუმის ძირითადი პორტი, ყველაფრის აკუმულირება ხდება ბათუმის მცირე პორტში. და თანხები, კოლოსალური თანხები საბოლოო ჯამში ცდება საქართველოს ბიუჯეტს, პენსიონერებს, ექიმებს, მასწავლებლებს, მოქალაქეებს და მიდის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში, მისი დეიდაშვილის მეშვეობით, ისევ მისი კონტროლის ქვეშ არსებული რკინიგზის მიერ დაფუძნებული ფირმის მეშვეობით და ეს თანხები ნაწილდება ბიძინა ივანიშვილსა და პუტინის ერთ-ერთ მთავარ კომპანია, რუსულ კომპანია ლუკოილს შორის. ეს არის ძირითადი რაც ხდება და ეს არის ძალიან მასშტაბური სქემა და საგულისხმოა ალბათ, რომ მასში არის ჩართული ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე,
სწორედ სასამართლოების და პროკურატურის კონტროლის მიზნით თავად იდეა ეკუთვნის ოდიოზურ ქართველ ადამიანს ვანუჩ ხარტიშვილს, რომლის ინტერესი დაკმაყოფილებულია და პრაქტიკულად ბათუმის ძირითადი პორტი ჩაბარდა მას, ესეთი საკმაოდ მასშტაბური მსხვილ კალიბრიანი სქემა განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ქონების მომატებისთვის. საქართველოს რკინიგზა 100%-ით, ანუ ჩამამაცაშვილი და აი ესე იყურება მთელი სქემა. მინდა ანუ ეს იყო მთავარი მომენტი, რაც განხორციელდა სულ ბოლოში. მაგრამ სინამდვილეში რადგან უკუილის ფლობელობაში ეს სუფთა მონოპოლია.